პროპაგანდა ასე აწყობილი, ეფექტიანი პროპაგანდა, რომ პროპაგანდა თავის ელემენტები უნდა იყოს შედგებოდეს სიმართლისგან. რაღაც მეორე ხარისხოვან რაღაცებში მაყურებელი არ უნდა მოატყუო. იმიტომ რომ დააჯერო რომ სიმართლეს ლაპარაკო და მე მოატყუო თავარში. ანუ მთელი ამბავი პროპაგანდის არის ის, რომ შეხედო აი რაღაც ნიუსია თქვა, ან რაღაც ამბავია, რეპორტაჟია და მაგალითად სანდრომ ეს თქვა, რა ვიცი, პეტრემ ის თქვა, ანამ ის თქვა და რა ვიცი, ჯო ვილსონმა ეს თქვა. აი ეს ყველაფერი შეიძლება მართალი იყოს. მაგრამ მე იყოს დასკვნა გაკეთებული მაგალითად ან რამე ისეთი შეპარული, რომელიც უბრალოდ ჩვეულებრივად ტყუილი იქნება. მაგრამ ადამიანმა რომელიც იცის რომ ეს სიმართლე იყო, ეს სიმართლე იყო, ეს სიმართლე იყო, ეს სიმართლე იყო, მე მეხუთესაც დაიჯერებს და ნუ ის იქნება ტყუილი და მოტყუდება. ანცია მოწყობილი და ამ ნაწილში რომ შეხედოთ ქოცების პროპაგანდას, აი ავიღოთ მაგალითად ომიგინდას ამბავი რა. აი როგორ ყვებიან ხოლმე ომიგინდას ამბავი, ეუბნები, აბა სად არის მტკიცებულება? როგორ არის მტკიცებულება? აგერ ნახე დანილოვმა რაღაც თქვა. ვამოწმებ, დანილოვმა თქვა? თქვა. ვინ არის დანილოვი? აი უკრაინაში დანილოვზე ამბობენ რომ აი თუ არსებობს სამყაროში უშინაარსო სამსახური არის დანილოვის სამსახური. არაფერს არ წყვეტს რაღაც. ოკეი, ასეთი შეფასება აქვს. თან უკრაინა ომში ჩართული ქვეყანაა, ომში ჩართული ომოს გაქანებული და ზოგადად შეიძლება უამრავი იდეა ქონდეს რა კარგი იქნება ვიღაც ხომ რომ რუსეთს ომი გამოუცხადოს. ანუ საერთოდ უმნიშვნელოა დანილოვმა რა თქვა, მაგრამ ხო თქვა. ჩარტეულ რეისის გაგზავნას გვეუბნებოდნენ. სწორია? სწორია. რო არ გაიგზავნა, არ გაიგზავნა,აფერი არ მოხდებოდა. არც გაიგზავნა, მაგრამ აი მაგალითად უამრავი ქვეყანა ჩართულია მათი ისინი მოხალისეები, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ომობენ უკრაინის მხარეს. და ჩვენი ქართული ლეგიონი რო არის, ამის გამო ხوارაფერი არ დაგვემართ. ანუ ჩვენი მოხალისეები ზოგადად რო უკრაინაში არიან, ამის გამო ომი ხوار დაწყებულა. ხო არიან. და აი ხო ძალიან ერთიან რუსები და ძალიან გამწარებულები არიან და ერთ-ერთი გამორჩეული, თქვა, მეომრები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ ამის გამო ომი ხوار დაწყებულა. ანუ ტექნიკურად ხო სიმართლეა რომ ის რა ქვია, ის ჩარტერის გაფრინას სწხოვდნენ, მაგრამ აი არ გაფრინა, კაი სხვა გზით ჩაფრინდა თვითონ ჩვეულებრივი რეისით გაფრინდა ეს პოლონეთში და მივიდა უკრაინას ჩვენი მოხალისე. მოხალისეების იქ ყოფნა ხო თავისად პრობლემას არ წარმოადგენდა და არანაირი ომში ჩართვას არ ნიშნავდა. შეხვდა ამერიკის ელჩი, არის ღარიბაშვილს თუ ბიძინას, ეხლა ეჭვია, არათუ შეგვიძლია ამბობ რომ შეხვდაო და ამერიკას საერთოდ არ უარყოია რომ შეხვდაო. სიმართლეა. მაგრამ თქვა არა ამერიკის ელჩმა ეხლა ომი დაიწყეთო, არ უთქვამს. ქოცებსაც რომ მოусმინოთ, იქ სად არ ამბობენ რომ რაიმე პირდაპირ მოწოდება იყო, ამბობენ რომ აი იგულისხმაო რა რაღაცნაირად, ანუ ისევ არ უთქვამს არაფერიო. მტკიცებულება არა აქვს. მაგრამ აი აბა რაზე დაგელაპარაკებოდა ელჩი, რა თქმა უნდა, ომში ჩართვა უნდათ. დებით? ანუ ტექნიკურად რომ მიყვეთ აი ამ ისტორიას, ომიგინდას ისტორიას, აი თავიდანვე რომ მიყვეთ რა. იქ რაღაც არისტოვიჩმა კიდე თქვა, იქ რომელიღაც გენერალმა რაღაც თქვა. და აი ასე რომ მიყვე რაღაც ეს თქვა. თვითფრინავზე რაღაც იყო ნათქვამი იყო. ელჩი იყო მისული იყო. და ასე მიყვები რა, ტექნიკურად ფაქტებს მიყვები და ეს ყველაფერი სწორი გამოდის. ოღონდ მე ამაზე არის დარწმუნება რომ ომში გვითრევდნენო და აქ ანალიტიკებულება არის. დებით, ის დასკვნა რომელიც აკეთებული ომში გვითრევდნენო, გლობალური ომის პარტია ეს ვაფშე საერთოდ სხვა ეს არის კოსმოსია, ტყუილის მასშტაბით, მაგრამ ჩვეულებრივად მტკიცებულება არ გაქვს, მაგრამ სანამ ამ ბოლო დასკვნას გეტყვიან, არის გრძელი ასეთი ისტორია, რაღაცავით შეიძლება 37 რაღაც ფაქტი იყოს, რომელიც ყველა მართლა იყო, დანილოვმა მართლა თქვა, ასეთი ადამიანი არსებობს, აგერ რაღაც თანამდებობა უკავია. თქვა, არესტოვიჩი არსებობს, კი, თქვა, ის რა ვიცი, ის გენერალი ცოცხალია, რაღაც ნატოს ქვეყნის თქვა, ჩარტეზე თქვეს. და ადამიანმა თქვა, რომ ეს სიმართლე იყო, მე უკვე მოწოდნებულია იმ ბოლოშიც დაუჯერო და ის ბოლო ტყუილი იქნება. ის თავარი ტყუილი იქნება, რომელიც თლიანად შეცვლის თელ ისტორიას. ასეა პროპაგანდა აწყობილი რა, მე რომ თავიდანვე ტყუილები მეთქვა, მაგალითად მეთქვა, რომ მომეგონებინა რაღაც ტიპი და მეთქვა, რომ ვინმე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ივანოვმა ეს თქვა. და მე ვიღაც ეთქვა, რომ არაკაც უკრაინის პრემიერ-მინისტრ ივანოვი არ ქვია და ტყუილი აღმოჩნდებოდა. ანუ ვინც ჩემ ტყუილს ერთ ნაბიჯში გააბათილებს, ის პროპაგანდა არ მუშაობს. ამიტომ თლიანად ტყუილები რო ველაპარაკო, რასაც მაგალითად ძალიან ხშირია ხოლმე სხვა იგივე ტელეპიტულზე და შემდეგ თლიანი ნარატივი ტყუილია.
რომ აი თუნდაც ამ მეგობარის აქტი რომ აი ადამიანის ის კი არ უხსენს რომ ის მეგობარი აქტი არის სხვა მეგობარი აქტია და სხვა რაღაც წერია და სხვა დატვირთვა აქვს ხო არავინ არ თქვა ხო და ანუ აი ასე რომ მუშაობს ეს თემა ეს არაეფექტიანი პროპაგანდაა და როცა ადამიანს ეუბნები რომ ეს ფაქტი სწორია რა ვიცი სვის კრედიტი გაკოტრდა ну აი გეუბნებიან რომ ეს გლობალური ომის პარტიამ გააკოტრა მაგრამ ну რომ შეხვიდე ნახო როდის დაიწყო სვის კრედიტის პრობლემები მაშინ დაიწყო როცა რა ვიცი კოცები ამ გლობალური ომის პარტიიდან დაალაგებულები იყვნენ და ბედნიერები იყვნენ და ეს გლობალური ომის პარტია ანიშნებდა მინისტრებს და პრემიერ-მინისტრებს ანუ ასეთი ამბავია რა ანუ შემდგომში არაფერში არის სვის კრედიტის გაკოტრება ბიზნესმენებთან პირიქით იმიტომ რომ სვის კრედიტი კოტრდებოდა ამიტომაც უქმნიდა ერთ-ერთ მის ხილ კლიენტს ფულის გატანის პრობლემას იმიტომ რომ უბრალოდ ფული შეიძლება არ ქონოდა იმ მომენტში მილიარდების გატანა რო უნდა ადამიანს საერთოდ ნებისმიერ ბანკს პრობლემა შეექმნება მით უმეტეს რომელსაც ისეთ პრობლემები აქვს ანუ ხვდებით ანუ სვის კრედიტი კოტრდება ფაქტია არაძლევს ფულს ეს ხო სიმართლეა მაგრამ გლობალური პარტია რა შუაშია ანუ იმის ტკიცებულება აღარ არსებობს ასე მუშაობს ეს პროპაგანდა ან რა ვიცი deep state აი კიდე კაი მაგალითია deep state-ის ამბავი deep state არის ტერმინი რომელიც აღწერს აი ფესვებ გაშვებულ ბიუროკრატიას აი ხალხია მაგალითად აი კონგრესში არიან ამერიკაში ვიღაც ტიპები რაც 30-40 წელი ხელისუფლებაში არიან აი ჩვენი ქვეყნის ყველაზე კარგი მაგალითი შეიძლება თურნავა იყოს რომელიც შევარდნაძის დროს მოვიდა ხელისუფლებაში და მერე ბენდუქიძესთან მუშაობდა, რა ვიცი, ზოგადად სააკაშვილის თავრობაში იყო, მერე ქოცევის თავრობაში იყო და ეხლა აი ამდენი წელია უკვე 10 წლეულებია ფაქტობრივად ხელისუფლებაშია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. Deep State ამას აღნიშნავს რა, რომ აი ესეთი ხალხი, რომელიც 10 წლეულები ხელისუფლებაში არიან, იციან უამრავი რაღაც ინსაიდერული ინფორმაცია, გავლენები აქვთ და ფაქტობრივად შეიძლება ისე მართავდნენ ქვეყანას, რომ აი საჯარო პოლიტიკაში ეს არ გამოდიოდეს. ანუ მაგალითად ადამიანი რომელსაც იცის რაღაცა შეიძლება დავაგებული საქმეები ქონდა სხვა ბიზნესმენებთან, სხვა პოლიტიკოსებთან ისეთ რაღაცას აკეთებს, რომ საჯაროდ არ ჩანს, მაგრამ მაინც რაღაც თავისი გაწყვეტილები გააქვს. და როცა კოცებმა მოიგონეს გლობალური ომის პარტია, Deep State უკვე ეს ტერმინი არსებობდა. და რო ეთქვათ, ეს არის Deep State გვებძისო, ყველა გაიგებდა რას ამბობენ, მაგრამ სისულელი გამოვიდოდა, იმიტომ რომ რომელიღაც კონგრესმენი, რომელიც რაღაც ინდუსტრიას თქვა, რა ვიცი, სოფლის მეურნეობის რაღაც ფერმერებს ლობირებს ამერიკაში და ამიტომ კონგრესში არის 30 წელი, აი უბრალოდ არაფერში არის გლობალური და ომის და რაღაცას, ანუ არაფერი კავშირი არის. ვიღაცამ რო Deep State თქვა ტრამპის ადმინისტრაციიდან და მე ტრამპას და ასე შემდეგ, აიო ეს ჩვენის ვიგულისხმეთ. და სინამდვილეში ამორჩეულმა ხო ჭამა ეს, ანუ ჩოლებად კოცების ამორჩეულმა ხო თქვა Deep State-ი, აი ხო გეუბნებოდ Deep State-ი არსებობს. რავი, Deep State-ის ტერმინი რო არსებობდა ეს ხო ისაც ცნობილი იყო. და აი წამოიგინეთ რა აქაც იგივეა პროპაგანდა ასე აწყობილი, რომ რაღაც სიმართლეს გეუბნებიან, ეს სიმართლე, ასე რაღაც ფაზლივით იწყობა და ბოლოში ამასთან არაფერში კავშირი არის, საერთოდ რო შეიძლება არაფერსთან კავშირი არ იყოს, ეს ტყუილს გეუბნებიან. და ადამიანი რომელიც ეცდება თუ ძალიან ბევრ დროს ადახარჯავს და არ იქნება ძალიან მოწადინებული, ის დაიჯერებს ამ ტყუილს. იმიტომ რომ როგორც კი დაიწყებს ამ ისტორიის გადამოწმებას, რავი, მე-17 პუნქტამდე მივადა, ყველაფერი სიმართლე იქნება. იმას ეს ნათქვამი აქვს, იმას ეს გაკეთებული აქვს, იქ ასე იყო ის, ამას ასე ქვია და შემდეგ ყველაფერი simართლე იქნება და ბოლოს ხელ შეექმნეს ალბათ სიმართლეს მეუბნება ეს ხალხი. ამიტომაც არის პროპაგანდა ძალიან ისეთი ეფექტიანი თუ ისე არის აწყობილი. და ეს რაღაც კოცებს არ მოუგონიათ ეს პროპაგანდის სახელმწიფო შეწერია.